ძვირფასი ბედნიერესი აი ამ ულამაზეს ტაძარში წირვის შესრულება იმ უდიდესი წმინდანის ხსენების დღეს, როგორც არის ყოლადიდებული სერაფიმე საროველი. ეს არის რუსეთის უდიდესი წმინდანი სერგი რადონეჟელთან ერთად. ეს არის პიროვნება, რომელსაც უსაზღვროდ უყვარდა საქართველო, რომელსაც 12-ჯერ გამოეცხადა ყოლაწმინდა ღვთისმშობელი და რომელიც ამბობდა, რომ ნუ ებრძვით ნურავი ქართველ ხალხს, ქართველ ერს საქართველოს. იმიტომ რომ ღვთისმშობლის სიყვარული აივერია და ვინც ივერია შეებრძოლება საქართველოს შეებრძოლება, მას ყოლაწმინდა ღვთისმშობელთან ექნება ომი და ის ყოველთვის დამარცხდება საქართველოსთან მებრძოლია. ამიტომ აი ჩვენთვის უდიდესი პატივია პირველ რიგში აი ამ უდიდებული წმინდანის ხსენების დღეს წირვის აღვლენა და მის ტაძარში წირვის აღვლენა. აი ეს ტაძარი ულამაზესი უწინვალესი ტაძარი არის ღირსი სერაფიმე საროველის სახელზე აგებული და აი ამ სოფელს, სადაც ჩვენ ახლა ვწირავ ზემო აჭარაში ქედის რაიონში, ამ სოფელს ქვია საოცარი სახელი ზესოფელი. ანუ აკაური სოფელი კი არა, იკაური სოფელი. აი ეს არის ძალიან დიდი მადლიანი ადგილი და ყველას გიხოცავთ ამ უდიდეს მსკილონე დღესასწაულს. სერაფიმე საროველი გახლავთ, როგორც გითხარით, რუსეთის უდიდესი წმინდანი და არა მარტო რუსეთის, არამედ მთელი მსოფლიოს. საქართველოში არ არსებობს ოჯახი და ადამიანი, რომელსაც არ უყვარდეს ყოლადიდებული სერაფიმე საროველი. მსოფლიოში არ არსებობს მართლმადიდებელი, რომელსაც არ უყვარდეს უდიდეს სერაფიმე საროველი. ეს არის უდიდესი ღირსი მამა, ბავშვობიდან შეძებული ღმერთსევი. ბავშვობიდან შეძებული ღმერთსევი მასწავლებელი თავისი ცხოვრება განლია ღვთისმშობლის და ქრისტე ღმერთის სამსახურში. და ამიტომ აი ჩვენ ვევედრებით მას, მისი ცხოვრება ყველამზე პირად იცის. და ჩვენ ვევედრებით ყოლადიდებულ სერაფიმე საროველს, რომლის საყვარელი ივერია მისი დედიკოს ყოლაწმინდა ღვთისმშობლის წირხვედრი ქვეყანა გააბწყინოს, გაამთლიანოს. ნიკოპსიდან დარუბანდამდე ოსეთიდან არაგაწამდე გაამთლიანოს თავისი ლოცვით საქართველო, აღადგინოს ის დავით აღმაშენებლის საზღვრებში, ძველი ივერიის საზღვრებში და მოვიდეს მთელი ივერია ეკლესიაში. ივერიის პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევის მორჩილი რომ გახდეს მთელი ივერია, დაუჯეროს თავის პატრიარქს, აი მაშინ გადარჩება საქართველო. თქვენ იცით, რომ საქართველოს ორგვარი საზღვარი არსებობს. ერთი პოლიტიკური, რომელიც ხან მცირეა, ხან დიდია. ჩვენი სამშობლო იმის ამიხედვით, რაც უნდა ჩავდიოდით, ხან პატარა იყო ძალიან შემცირდებოდა, ხან გაიზრდებოდა, ეხლა ძალიან შემცირებულია. მაგრამ არსებობს საქართველოს ღვთაებრივი საზღვარი, ეს არის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის საზღვარი, რომელშიდაც უფალმა დედა ღვთისმშობელი ჩააბარა ივერია, ანუ რაც არის ნამდვილად ივერია. აი ეს ივერია აღდგება, აუცილებლად აღდგება. ამას ყოლაწმინდა მამა ამბობს და ამაზე ლოცულობს ყოლადიდებული სერაფიმე საროველი, როგორც ყოლაწმინდა ღვთისმშობლის გამორჩეული შვილი. და მე მინდა დაგლოცოთ თქვენ, დავლოცოთ სრულიად საქართველო. აი აქედან წმინდა სერაფიმე საროველის ტაძრიდან, რომელიც ყოველთვის ლოცავდა ქართველებს და დავლოცოთ მისი ქვეყანა, რუსეთი, წმინდა რუსეთი, რომელიც ასევე არის მართლმადიდებელი და ღმერთმა ინებოს წმინდა სერაფიმე საროველის ლოცვით, რომ რუსი ხალხი და ქართველი ხალხი ძალიან შეერიგდნენ ერთმანეთთან, ძალიან დიდი მოსიყვარული გახდეს ერთმანეთთან. ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ერთი ბარძიმიდან ვეზიარებთ, ერთ ქრისტესას, ერთ ქრისტე ღმერთის ისნახოს ვეზიარებთ. და ამიტომ არ შეიძლება ჩვენ შორის კონფრონტაცია. ჩვენ ერთი ხალხი ვართ. უბრალოდ ჩვენთვის ძალიან გასაკვირია, როგორც რიგითი ქართველისთვის, რომ ჩვენ როცა, აი მაგალითად მე გეტყვით ახლა თქვენ რატოა გასაკვირი. ამას იმით ჩვენ დაახლოებით 1.5 მეტრი მიწა, 60 სანტიმეტრი მიწა მოხსენით სხალთის მონასტერში. იმიტომ ძალიან ისეთი ამაღლებული და გავასწორეთ. თქვენ იცით რა მუშტარი ქალა. ათობით თავის ქალა და უამრავი ძვლები ჩაყარა. ანუ თურქებმა თავები დააჭრეს, იქ სამკვეთლო ჰქონდა, თავის სამკვეთლო. ქართველებს აჭარლებს და დაყარეს ისე უპატრონო, დათობით თავის ქალა და უამრავი ძვლები გვერდზე დაყრდნილი. გავავსეთ რამოდენიმე ძალიან დიდი ყუთი. და რა თქმა უნდა ჩვენ იმას ახლა ძალიან დიდი პატივით დავასვენებთ. აი
ბრწყინვალე ტაძრებში რომელიც იქ აშენდა აღდგა უფროსად და მე უბრალოდ მიგვირს რა თქმა უნდა ჩვენ ყველასთან კარგად უნდა ვიყოთ მაგრამ თუკი ჩვენ თურქ სახელმწიფოს უძახით მეგობარს რომელმაც თელი ტაუყნარჯეთი წაგვართვა ლაზეთი წაგვართვა და 100,000-ობით ქართველი ამოშლიტა და მასთან გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენთვის აბსოლუტურად გასაგებია აი ასეთ პირობებში როგორ შეიძლება რუსეთს უძახოთ არა მარტო არა მეგობარი არამედ ძალიან უბრალესი სიტყვები ეს ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია ჩვენ ხო კარგად ვიცით ყველა რომ არა რუსეთი დღეს ხულო შუახევი ქედა ბათუმი ქობულეთი ფოთი მთელი აფხაზეთი მთელი ასპინძა მთელი ნინოწმინდა მთელი ახალქალაქი მთელი ახალციხე და მთელი ადიგენი მთლიანად თურქეთის ხელში იქნება ჩვენ ხო ეს ვიცით ვინც არ იცის ისტორია ეს მან უნდა წაიკითხოს ეს ტერიტორიები მთლიანად გაანთავისუფლეს რუსეთის და ქართველების შეერთებული არმიამ და მე ამის შემდეგ სასტიკად მიკვირს და ჩემთვის აუცილებლად აბსოლუტურად გაუგებარია და აბსოლუტურად მიუღებელი როცა ჩვენ ვიძახით რომ თურქეთია ჩვენი მეგობარი რომელსაც თითქმის მილიონზე მეტი ქართველი გაშლით და ალბათ უფრო მეტი და რუსეთი კიდე თითქოს რომელსაც გაანთავისუფლა ეს ტერიტორიები და საქართველოს შემოგვიყვება აბსოლუტურად გაუგებარია ჩვენთვის და მიმაჩნია რომ ასეთი დამოკიდებულება რუსეთთან ეს არის უმძიმესი ცოდვა ქართველი ხალხის როცა მართლმადიდებლებს ესემთხვევა აი ზოგჯერ იძახიან როგორ ეხლა რუსებმა ავტოკეფალია გამოუქმესო როგორ გასო თურქებმა მაშინ აღიდგინეს ავტოკეფალია საერთოდ მოხსნეს და წაშალეს სახსენებელი მართლმადიდებლობისა თურქეთის ტერიტორიაზე თუ ის მეგობარია რუსეთი როგორ არის მაშინ ტერიტორიაზე აბერტი გამაგებინეთ მაშინ სპარსეთში 400,000 ქართველი ეხლაც მიტაცებულია და ცხოვრობს პერაიდანში თუ ის მეგობარია და მასთან რუსეთთან გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა მაშინ რუსეთს რაღაც ერჩევს რომელსაც ამდენი ტერიტორიები დაგებრუნდა აბსოლუტურად გაუგებარია ჩემთვის და მიმაჩნია რომ აქ არა საღი აზრიდებს არამედ რაღაც ძალიან ცუდი სხვა რაღაცა და ჩვენ უნდა აი ამ საშინელი სცენისგან უნდა განვიკურნოთ ჩვენ ყველასთან კარგად უნდა ვიყოთ და განსაკუთრებით რუსეთთან რომელიც ერთმორწმუნეა ჩვენ სერაფიმე საროველი სერგი რადონეჟელი დანიელ მოსკოველი მატნა მოსკოველი ივანე კონშტანტელი სერაფიმე ვირიცელი და ის უდიდესი მილიონობით რუსიწმინდანი და ის უდიდესი მილიონობით ქართველი წმინდანი სასულიერო ერთმანეთს ეჭუბებიან არა მაშინ ჩვენ რა ჭირდება ამიტომ აი მე ვევედრები პირადად ჩემ და მოცემული ღვთისაგან მადლით დემთავრობის მადლით რომ სერაფიმე საროველის ლოცვით უფალმა ქართველები და რუსები შეარიგოს და აღდგეს უდიდესი მეგობრული სმული ურთიერთობა რომ ქართველი და ხალხი და რუსი ხალხი ერთმანეთთან ძალიან მეგობრულად იყვნენ და ჭირში და ხინში ერთმანეთს ჩვენში დავუდგნენ მერთვა დაგლოცოთ გაგაზლიეროთ მერთვა დაგლოცოთ და მე მინდა დავლოცო აი ამ ტაძრის ამშენებლები პირველ რიგში მინდა დავლოცო მამა სისო ჩვენი მამა სერაფიმე საყვარელი რომლის ანგელოზი არის სერაფიმე საროველი რომ მოინდომა მან ამ ტაძრის აქ აშენება მე ლოცვა ჩემთან აიღო და მეუთხარი აუცილებლად უნდა იყოს სერაფიმე საროველის მეუთხარი და აი მე თვითონ დავარქვი ამ ტაძარს წმინდა სერაფიმე საროველის სახელი იმიტომ რომ მამა სერაფიმეს ერქვა სერაფიმე საროველის სახელი და მე ძალიან მიყვარს სერაფიმე საროველი ეს არის რომელ ქართველს არ უყვარს სერგი რადონეჟელი და სერაფიმე საროველი და მარტინა მოსკოველი ვის არ უყვარს ივანე კონშტანტელი ყველა საქართველოს უყვარს მე მინდა დავлოცო ბატონი დავით სვანიძე რომელსაც ეს ულამაზესი ტაძარი დააპროექტა და უდიდესი ღვაწლი გაწია აი ამ ტაძრის აშენებას უდიდესი ღვაწლი მე მინდა ბატონი ზენონი დავлოცო სად არის ბატონი მე მინდა დავлოცო რომელმაც აი მუხ ჩაუხრელად იშრომა რომ ეს ტაძარი აშენებდა მე თვა დავлოცო მე ახლა მთავარი ვარ ჩემი ფუნქციაა რომ ხანდახან ესე შეიძლება ზოგჯერ ვთქვათ ისეთი რა შენიშნები მაგრამ იმედია ჩემი ძმები არიან ჩემი შვილები არიან და საწყისად არ მიიღებენ აშენდა ულამაზესი ტაძარი ეს არის ჩვენი დიდი
ძვირფასი ბატონი დავითის არქიტექტურული ნიჭის საოცარი გამოვლინება და ეს არის ბატონი ზენონის და მისი თანამშრომლების საკუთრების მუშაობდა იქ ხაზებმეტლები იყვნენ ბატონი დავითის მეგობრები და მათი გამოვლინება დაგროცოს მე გაგახაროთ მრავალი ტაძარი აღეშენებიოთ ძელ საქართველოში სუვენირად იყავით და გახარებული იყავით და ყველა ის ხალხი მინდა დაგროცოს მე მინდა მოგილოცოთ მამას ისოს მამას ელაპინეს აქედან და მერთვა მთელი აჭარა მოიყვანოს დედა ეკლესიაში წმინდა სერაფიმე საროველის და ყველა ქართველი წმინდანების ლოცვით ერთი რამე გვახსოვდეს ერთი რამე რომ სერაფიმე საროველი დღე და ღამე ლოცულობს საქართველოსთვის რუსი წმინდანები დღე და ღამე ლოცულობენ საქართველოსთვის და ერთი რამე მინდა გითხრათ რომ უფალი თავის ხალხს ერთმანეთს დაახმარს ხოლმე ქართველებს რუსებს და რუსებს ქართველებს რა გვაწეგალწიეს ქართველებმა რუსებისთვის ხო იცით? პეტრე ბაგრატიონი ხო იცით? რომელმაც ბოროდინოს ომში გადაარჩინა ფაქტიურად რუსები. როგორ დაასაფლავეს ისინი რუსებმა? რუსას იმში თავის მამიდის სოფელში გარდაიცვალა და დაკრძალეს. ამოასვენეს ის და უდოდათ დაესვენებინათ ბოროდინოს ველზე დაასაფლავეს იქ. და როცა ამოასვენეს მისი კუბო და უამრავი ცხენების შექმნილ ეტლში, ძვირფასებში დაასვენეს მოვიდნენ გლეხები სოფლის, გამოხსნეს ცხენები, გაშეებდნენ თვითონ აი ამ კარეტაში და მეზობელ სოფლამდე ჩაიტანეს. იქ სხვა გლეხები დახვდნენ რუსები, იმათ ხაზზე დაიდეს ეს უღლები, წაიყვანეს და მომავალ სოფლამდე გადაასვენეს და ასე გლეხებმა რუსებმა თვითონ თავით უღლებზე ჩაიყვანეს დიდებული პეტრე ბაგრატიონი ბოროდინოში და იქ დაასაფლავეს. აი ეს დიდი სიყვარული უნდა აღდგეს. ეს მართლმადიდებელი ხალხი უნდა გაერთიანდეს. უნდა გაერთიანდეს მართლმადიდებელი. აუცილებელია ვინც იწმინდეს ნეობას იცავს, ისინი ერთად უნდა იყოდეს. მერთვა დაგლოცოთ ჩვენ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ და მოგცეთ ძალიან დიდი მადლობა.